ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულმა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტი განიხილა. წინასწარი პატიმრობების არასწორად გამოყენების შესახებ კომიტეტის ხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური ანგარიში, რომელიც 4 ქვეყანაში რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას მოიცავს. იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციას საპარლამენტო ასამბლეა ოქტომბრის სესიაზე მიიღებს. პროექტში, რომელიც წინასწარ პატიმრობებს ეხება, ნაციონალური მოძრაობის მიერ შეტანილი იქნა პუნქტი, სადაც საუბარია ნაცმოძრაობის წარმომადგენლების წინასწარ პატიმრობაში ყოფნაზე. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ წინასწარი პატიმრობები პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის იარაღად არ უნდა იქნას გამოყენებული. ოპოზიცია თვლის, რომ რეზოლუციაში სწორად არის დასმული აქცენტები, უმრავლესობა კი ვარაუდობს, რომ ოქტომბრის სესიაზე ტექსტიდან ამ პარაგრაფს საერთოდ ამოიღებენ. ძალიან სერიოზული ანგარიში არის ზოგადად წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოსაც ეხება ეს დოკუმენტი. Თანმდევ რეკომენდაციაში, რომელიც თან ახლავს ამ დოკუმენტს, აღნიშნულია, რომ იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც გამოიყენება ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მიერ, არის მევცდირებ გამაოგნებელი. და არის მოწოდება გაკეთებული საკუთრივ რეზოლუციაში, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აი ამ კონტექსტში, ბოროტად გამოყენებულ კონტექსტში იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, უნდა გათავისუფლდეს. რეზოლუციის ტექსტში არ წერია არც ერთი საქმის შესახებ, მითითება არ გახლავთ არც ერთ გვარზე, არის ჩანაწერი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ გვაქვს შენიშვნები და ნამდვილად წარვადგენთ ამ შენიშვნებს. ეს უკვე ოქტომბრის სესიისთვის იქნება და რაც მთავარია, ჩვენ დაგვეთანხმა მომხსენებელი იმაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია თვითონ საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე, წინასწარი პატიმრობის შეფარდების და სასამართლოს მხრიდან პერიოდული კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, რაც ასახული არ არის ეგრეთ წოდებულ ანგარიში და მომხსენებელი მზად არის, რომ ეს ცვლილებები იყოს შესული